შეხედე იმ კატას, რა საყვარელია. ახლა ისეთ რამეს გეტყვი. რა არის? გითხარი, ბიჭები წვეულებას მართავენ. მე არ გამიგია ამის შესახებ. არც მე. ეს საიდუმლო წვეულება. როგორ შეიტყვე ამის შესახებ? მე ვუსმენდი მათ. ამბობ, რომ ბიჭები ჩვენს გარეშე წვეულებას მართავენ. როგორც ჩანს, ეს არ არის კარგი. ლეოს ვკითხავ, მას ზუსტად ეცოდინება. ამელკა ფიქრობს, რომ ლეო ეტყვის მას. შესაძლოა ასეც მოიქცეს. კარგი, ეს აქ? აი ეს აქ. ლეო, სერიოზული კითხვა მაქვს შენთან. რა გავაკეთე ისევ? არაფერი, ჯერჯერობით. ამელკა, სწრაფად მითხე. ყურადღებას მიფანტა. გავიგე, ვიღაცეები აქ წვეულებას მართავენო. რამე ხომ არის წვეულების შესახებ? რომელი წვეულება? პირველად მესმის ამის შესახებ. ბიჭების წვეულება. ნუ იტყვი რომ არიცი. კარგი რა, ამელკა, გითხარი რომ არანაირი წვეულების შესახებ არ ვიცი. ხედავ რომ იტყუები. მაშინაც კი თუ რამე მეცოდინებოდა, ეს ბიჭების წვეულებაა. გოგოების ადგილი იქ არ არის. ლეო, სწრაფად მითხარი. ბოდიში ამელკა, მაგრამ მაწუხებ. სახლები უნდა ავაშენო რაღაცნაირად. ასე ხო? კარგი. კარგი, რამე გარკვიე? არა, ლეო თევზივით ჭუმად არის. იქნებ მან არაფერი იცის? მისი სახიდან ხედავ რომ ყველაფერი იცის, მაგრამ არ მეუბნება. კარგი, გოგოებო, შეგვიძლია დავივიწყოთ ეს? არა, ყველაფერი უნდა ვიცოდე. და ლეო მეტყვის. უბრალოდ რბილად მოეპყარე მას. ბიჭებს გოგოებისთვის სიტყვას არ უთქვამთ და ამელკა უკვე მეკითხებოდა. საიდან გაიგო მან? კარგი, ვიცოდი რომ მარტო არ დამტოვებდი. მომიყევი ამ წვეულების შესახებ, მინდა ვიცოდე. ამელკა, გინდა ბიჭებმა იფიქრონ რომ მე მოლაყბე ვარ? უბრალოდ წვეულების შესახებ მომიყვები და სულ ესაა. არაფერი განსაკუთრებული. არა, მარტო დამტოვე. მოიცა. რა უცნაური რამე გაქვს? არაფერი, მარტო დამტოვე. ეს მოსაწვევია. მომეცი აქ. მომეცი ეს. არა, ჩემგან ვერაფერს გაიგებ. ლეო, სულ გაგიზდი? კარგი, გაიგე? თითქმის. ეს რა არის? მოსაწვევი ბაკალავრის წვეულებაზე. რა იყო? ძროხამ დაღეჭა? თითქმის. ლეოს მისი გადაყლაპო მოუნდა. ახლა გავხსნი და ყველაფერს გავარკვევ. ეს ამაზრზენია. აქეთ მომეცი. ჰეი, ჯინი, რასაკეთებ? ამელია, ეს უკვე ზედმეტია. ჩვენი შანსი იყო, რომ წვეულების შესახებ გაგვეგო. მგონია ბიჭებს ჩვენს გარეშე შეუძლიათ წვეულების გამართვა. კი, გოგოებს წვეულებები გვაქვს და ბიჭებს არ პატიჟებთ ხოლმე. შესაძლოა რომ მართალი ხარ. არ არის აუცილებელი რომ ყველა ადამიანზე ყველაფერი იცოდე. კარგი, რაც არის. სავალ და ამ წვეულებას დავივიწყებ. ჯანდაბა, საწყალი ლეო. გაუმართლა რომ ამელკა ასე ადვილად დანებდა. ვაიმე, ვერ კონცენტრირდები. გამუდმებით ამ წვეულებაზე მიფიქრება. არა, ბაკალავრიატის წვეულების შესახებ უნდა გავიგო. სად არის? ვიცოდი, რომ სიმართლის წამალი სასარგებლო იქნებოდა ჩემთვის. ახლა ჩაის გავაკეთებ. და ახლა აქ არის სიმართლის წამალი. ახლა ლეო, ყველაფერს მომიყვება. ახლა კი ჩაის პაკეტები. ლეოს ჩაის მიუტან. გონი შაქარი დამავიწყდა. ჩაი. ჯინი, ნუ სვამ. შხამია იქ? არა, ეს ლეოსთვისაა. მოიცა. ლეოსთვის ჩაის ამზადებ? უბრალოდ მინდოდა მისთვის ბოდიში მომეხადა. მართლა? ყოჩა ღამელკა. მართალი იყავი. ბიჭებსაც შეუძლიათ წვეულებების გამართვა გოგოების გარეშე. დიახ, კარგი, რომ ეს გაიგე. კი, მესმის.
რაო, ამელკა, უკვე ყველაფერი გაარკვიე? ბოდიშის მოსახდელად მოვედი. კარგი. რა? ბოდიშის მოხდა? არ მჯერა. არ გათხოვებ, წვეულებაზე აღარ გკითხავ. რაშია საქმე? არაფერია, ჩაიდალიე. მადლობა. მაგრამ არ მინდა. ლეო, კარგი რა, გემრიელია. ახლა შაქარს დავამატებ, როგორც გენებოს. მოგეწონება. კარგი რა, გითხარი, არ მინდა მეთქი. და მე ძალიან ვეცადე შენთვის. კარგი. მადლობა, ამელკა, გემრიელი ჩაია. ლეო, მომიყევი წვეულების შესახებ. ამელკა, ხუმრობ? ახლა ხან ბოდიში მოიხადე. შენ მე ალბათ მეხუმრები. არაფერს არ გეტყვი. არ ხუმრობ, უბრალოდ მინდა წვეულების შესახებ მომიყვე ცოტა. ახლა ყველაფერი გასაგებია. ჩემი ყურადღების გადატანა გინდოდა? არ გამოგივა. კარგი, მაინტერესებს რატომ არ იმოქმედა წამალმა? დამეხმარე ჩაცმულობასთან შესაბერისი ჩანთის არჩევაში. მართა, შენი ყველა ჩანთა საზიზღარია. არა და თქვი რომ კარგი გემოვნება გქონდა. ზოგჯერ ტყუილი მიწევს რომ მეგობრებს არ ვაწყენინო. მართა, გავიგე რომ ჩანთას არჩევ. მე ეს ძალიან მომწონს. ჯინის ნუ მოусმენ, მან ტანსაცმლის არჩევა საერთოდ არ იცის. რა? გოგოება ბოდიშს გიხდით. ამის თუ არ მინდოდა. კარგი, რა არ გინდოდა გეთქვა? სიმართლე. უნდა წავიდე. რა იყო ეს? როგორც ჩანს ამელკა ხასიათზე არ არის. გონია ლეოს ბრალია? დიდი ალბათობით. ნამდვილად ეს ჯობია? ოღონდეს არა. გონი სიმართლის სამარი დავლიე. ეს ყველაფერი ჯინის ბრალია. მან ჭიქები არია. ასე რომ უნდა შევამოწმო რამდენ ხანს გაძლებს ეს სამალი. ამ დროის განმავლობაში ოთახიდან ვერ გავალ. 24 საათი? ვაიმე, ეს ბევრია, მაგრამ მეგობრებთან ჩხუბს ჯობია. რა გვაქვს აქ? ხატვასაპირებ? არა, ამ კვირაში სკოლის გაზეთის დაწერის ჩემი ჯერია. მე მესმის შენი. მოიცა, გაზეთი ქაღალდზე იწერება? სკოლაში გამოკრული იქნება ქაღალდის გაზეთი. ასევე სკოლის ვებგვერდზე იქნება ონლაინ გაზეთი განთავსებული. წარმატებებს გისურვებ. წვეულებამდე გაზეთი უნდა დავამთავრო. და როდის არის წვეულება? შეწყვიტე ჩემი დაკითხვა. შენ ზუსტად ამელკას გავხარ. კარგი, ჩვენ არ გკითხავთ. კარგი, გაზეთისთვის რაიმე სიახლე ხომ არ გააქვთ? მე არა, შენ თვითონ მოგიწევს მათი ძებნა. კარგი, როგორმე მოვახერხებ. კარგი. მაშ სად არის შოკოლადები? არ გეტყვით. ამელკა განგებმალავს მათ, რომ ყველაფერი ერთდროულად არ შეჭამო. დია, ჩაი მომიტანა, მაგრამ შოკოლადის ფილა არ მომიტანა. როგორი ადამიანი სვამს ჩაის შოკოლადის ფილის გარეშე? ჩაის დალევა ტკბილეულის გარეშე შემიძლია. მართა, მეშინია შენი. თუ შოკოლადის ფილა დაგჭირდება, ამელკას კითხე და ნუ გვიფანტავ ყურადღებას. გასაგებია. ამელკა, აქ ხარ? დიახ, ლეო, წადი. უბრალოდ მითხარი, სად არის შოკოლადები? ჩემს საიდუმლო ადგილას. სად არის შენი საიდუმლო ადგილი? სარეც მანქანაში. გასაგებია, მადლობა ამელკა. ჯანდაბა, არ მინდა რომ ლეომ ჩემი მარაგი გადაამოწმოს. თუ ოთახიდან გავალ, გოგუებთან შეხვედრის რისკის ქვეშ დავდგები. კარგი, უბრალოდ ნივთებს სამალავიდან ავიღებ და სწრაფად დავბრუნდები ოთახში. მაგარია, სწორედ ამას ვეძებდი. ეს ამელკას რაიმე ნაგავი არის? ვაიმე, ამელკას თხიური, იქნება აქ რაიმე იყოს ჩემი გაზეთისთვის? კარგია, ჩემი დღიურის კითხვა. შენი დღიური არ მჭირდება, უბრალოდ შოკოლადებისთვის მოვედი. კარგი, არ მინდა რომ ჩემს ნივთებს შენი სუნიანი ხელებით შეეხო. როგორც ჩანს, არაფრის სუნი არ აქვთ. ამელკა, რატომ ამბობ ამას? იმიტომ რომ ჩიფსების ჭამის შემდეგ ხელებს ილოკავ. ეს ხდება და ჩიფსების ჭამის შემდეგ ხელებს არ ილოკავ შენ? კი, ვილოკავ. ხედავ და შენ ჩემს მიმართ უხეში ხარ. კარგი, ლეო, უნდა წავიდე.
მოიცა. რატომ მიდიხარ? რატო? იმიტომ რომ არ მინდა თქვენთან საუბარი. ჯანდაბა, ამელკა უკვე გაგიჟდა. გოგოებო, იცით რა მითხრა ამელკამ ახლა ხან? გაზეთის წერაში დახმარება არ უნდოდა? უარესი. ნუ გოლოდინებ, გითხარი უკვე. რაოდა? მან თქვა რომ ჩვენთან საუბარი არ უნდა. მან ასე თქვა? არ მჯერა. მე თვითონაც შოკირებული ვარ. და იქნებ ამელკას რაღაც აწუხებს? რატომ გამოჩნდა მხოლოდ ახლა? ამელკა დიდი ხანია პოპულარული ბლოგერია. მოდი მასთან ვისაუბროთ. უმჯობესია ყველაფერი მაშინვე დაზუსტდეს. ახლა ყველაფერს ვეტყვით მას. ლეო დამშვიდდი. ამელკასთან ჩხუბი არ მინდა. მართლა? გონი უკვე ვიჩხუბეთ. ფილმებს უყურებ და დროს სწრაფად გავა. ამელია, ჩვენ ვართ. ოღონდ ეს არა. ამელკა, ვიცით რომ მან ხარ. გამოდი გარეთ. სერიოზული საუბარი გჭირდება. არ მინდა თქვენთან საუბარი. აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. დიახ, ამელკა, ჩვენ არ წავალთ, ამიტომ კარები მალევე გააღე. რა გჭირდებათ? ამელკა, უცნაურად იქცევი. კი, მე რა? ულახდილად გითხარი. გონია რომ შენზე უარესები ვართ? არა. ის იტყუება. ვერ ვიტყუები. ყველა იტყუება. არ ვიტყუები. გულწრფელად მითხარი. გინდა ჩვენთან მეგობრობა თუ არა? რა თქმა უნდა, მინდა. მაშინ რატომ გველაპარაკები ცუდ რაღაცეებს? ახლა ხან დავლია სიმართლის წამალი და ვერ ვიტყუები. სიმართლის წამალი? მართლა? ვაუ, რა მაგარი საბაბია. ამელკა, თუ ყველაფერი რიგზეა, მაშინ ჩვენ წავალთ. როგორც იქნა. ისევ ასე გველაპარაკები? ბოდიში. კარგი, წავიდეთ. ამელკა დაკავებულია. წავიდეთ. კარგია რომ მათ არ დაიჯერეს სიმართლის წამლის შესახებ. ამელკამ სიმართლის წამლის შესახებ მოიფიქრა. ამელკამ ხუმრობა იცის. ფიქრობ რომ სიმართლის წამალი არსებობს? არ ვიცი. ეს ჩვენს ვიდეოებში ხდება. თითქმის ყველაფრის ბჯერა. ის ნამდვილად არსებობს. ლეო, შეგვიტე საუბარი. ჯობია ჩაი მოამზადო. იმიტომ რომ შენ ერთი დალიე და ჩვენ არა და რამდენიმე შოკოლადი მოიტანე. შეგიძლიათ ჩაი თავად მოამზადოთ. კარგია, ეს არის ჩაი. და რა არის ეს? სიმართლის წამალი. ასეც ვიცოდი. გოგოებო, მომისმინეთ. რა მოხდა? მე ყველა შოკოლადი შევჭამე. ლეო, ისევ? გასაკვირი არ არის რომ ამელკა გამოდბებით გიმალავს შოკოლადებს. ლეო, ეგოისტი ხარ. აჰამ. კარგი. ამელკას საიდუმლო აქვს და მე შემიძლია ეს გამოვიყენო. ლეო, შეგეზო დაკაკუნება მაინც. მე ვიცი შენი საიდუმლო. მე უკვე ვისაუბრე სიმართლის წამალზე. უბრალოდ გოგოები არ გიჯერებენ. ვიცი რომ რაღაც მიზეზის გამო მოხვედი. რა თქმა უნდა. გინდა რომ მათ არაფერი არ უთხრა? რა თქმა უნდა, მინდა. კარგი. მაშინ რასაც გეტყვი, ის უნდა გააკეთო. ო, შეპატარა შანტაჟისტო. სხვათა შორის ამელკა, რატომ დალიე სიმართლის წამალი? არ მინდოდა დალევა. შენთვის გავაკეთე. სამწუხაროა არა, ამელკა? არ გაგიმართლა. რა უნდა გავაკეთო? თუ არ გინდა რომ მამის შესახებ სკოლის გაზეთში დავწერო, ძალიან უნდა ეცადო. მე უნდა დამიჯერო. კარგი ამელკა, საუკეთესოდ უნდა გამოვიყურებოდე. რატომ უნდა ჩაიცვა ბიჭებისთვის? მაინც არ შეამჩნევენ. ნუ იქნები ჭკვიანი, იმუშავე, თორემ შენ საიდუმლოებებს გავარკვევ. უსიამოვნებაში ვარ. ეს შეუძლება მჭირდებოდა? კარგი, შენ აქ იმუშავებ და მე საყიდლებზე წავალ. იქნებ გაზეთისთვის რაიმე იდეა მოვიფიქრო. გზაში ბევრი დრო მექნება. მაგრამ კისტრის დაბან არ დაგავისყლეს, რადგან იქ ყოველთვის ჭუჭყიანი ხარ. შეგეძლო გაჩუმებულიყავი. ეს ყველაფერი სიმართლის წამალია, ჩემი ბრალი არ არის. ამელკა, რაღაც დამიმართა, ხოლო ჩემი ნდობა შემიძლია. საიდუმლოებების თქმა არ გჭირდება. ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ და მეგობრები ყოველთვის უსმენენ F-Planets. კარგი, მითხარი. ნაცნობი სათვალეა. სადღაც მინახავს. ეს მასწავლებლის სათვალეა. რას აკეთებს აქ?
შემთხვევით ჩანთაში ჩავდე. არ ვიცი როგორ მოხდა ეს. მე ის მოვიპარე. მართა, საქმე ცუდად გაქვს. შუმადი ყავი. ვერავინ გაიგებს. არაფერი არ მოხდება. ხვალ დავაბრუნებ. იმედია ვერავინ გაიგებს. ამის შესახებ ვიცით მხოლოდ შენ და მე. ცუდია. იცოდე გენდობი. იცი როგორ შეინახო საიდუმლოებები. ცუდია. თუ ვილაპარაკებ მართას დასჯიან. მას საქმე ცუდად აქვს. კარგი, ჩემი ტანსაცმელი მოაწესრიგე? ჯერ არა. და მართა რატომ მოვიდა? ის მართა მითხარი ამელკა, შენ ტყუილი არ შეგიძლია. რაოდა? მან მითხრა რომ შემთხვევით მასწავლებლის სათვალე მოიპარა. რა? მართალია? რა თქმა უნდა მართალია, ტყუილი არ შეგიძლია. ხომ არავი შეტყვი? ამელკა, ეს ჩემი გაზეთისთვის სენსაციაა. მთელი სკოლა გაიგებს ამის შესახებ. მაგარი იქნება. არა, ლეო, გთხოვ, ამაზე არ დაწერო. გეხვეწები. ეს ბიზნესია. მინდა რომ ჩემი გაზეთი საუკეთესო იყოს. რატომ გინდა საუკეთესო იყო? ეს უბრალოდ სკოლის გაზეთია, არავინ კითხულობს. ისინი შოკოლადის ხუთს და დიპლომს გაძლევენ ამისთვის. მე მინდა. კარგი, ანუ შენ მეგობარს ტკბილეულის გულისთვის დააბეზღებ. ძალიან მაგარია. ტკბილეულისა და დიპლომის გულისთვის. და სად მალავს მართა სათვალეს? ის მის ჩანთაში არის. შესანიშნავია ამელკა, შენ საუკეთესო ხარ. და შენ ყველაზე ცუდი ხარ. მართა, ახლა არავის არ მაპატიებს და ეს ყველაფერი ამ სრულური წამლის გამოა. სახეს დავიბან, ამ ნეგატივს ჩამოვიბან. ო, არა, ამელკა, ეს არ უნდა დაგენახა. ეს ნამდვილად ასეა. ეს ჩემი საიდუმლოა. დიდი ხანია ამ გამონაყარს მვალავ. ეს ისეთი მახინჯია. ვიცი, მაგრამ ვერ ვიშორებ. საერთოდ არაფერმა არ მიშველა. ტონალური კრემით უნდა დავიფარო. ჯობია ჩემი კრემის ცადო. აი? არ ვიცი, მე უკვე ძალიან ბევრი რამე ვცადე. ის ერთ დღეში აშორებს გამონაყარს. არ იტყუები? ნეტავ შემეძლოს, მაგრამ არავის უთხრა ერთი სიტყვაც. მხოლოდ მე, შენ და მართა მვიცით. ისევ სხვისი საიდუმლოებები. კარგი, იმედია ლეო აღარ დამისვამს კითხვებს. ექსკლუზიური რეპორტაჟი. მე მაქვს მტკიცებულება რომ მართამ ოლგა პეტროვნას სათვალე მოპარა. აი, შეხედეთ. შესანიშნავია. მაგარია. ჩემი გამოძიებები საუკეთესო იქნება. ლეო, არ გცხვენია? მართას პრობლემები შეექნება. პრობლემები მართას ექნება. მე არა, ასე რომ არ მაინტერესებს. როგორ შეგიძლია იყო ასეთი? ამელკა, შეგახსენებ რომ სიმართლის წამლის მოცემა გინდოდა, ამიტომ მხოლოდ საკუთარ თავს დააბრალე. კამაც აზრი არ აქვს. ეს ჩემთვის გაკვეთილი იქნება. ამელკა. სხვათა შორის გოგოების სხვა საიდუმლოებების ხომ არ იცი? კარგი. ამელკა, მითხარი. ჯინის შუბზე, აი ამ ხელა გამონაყარი აქვს. ისეთი უშნოა, უბრალოდ საშინელებაა. როგორ გამიმართლა? ეს ჩემთვის იღვლიანი დღეა. არ მჯერა, დიპლომი აუცილებლად ჩემი იქნება. იცოდე ძალიან ინანებ. ჯობია ასეთი ამბები არ გამოვაქვეყნო. არ მაქვს საკმარისი სიახლეები. მეტი მჭირდება. ჰა. ამელკა, იქნებ კიტის შესახებ საიდუმლოებები იცოდე? კიტიმ სკოლა უკვე დაამთავრა, ასე რომ ეს არ გამოდგება. დამთავრებული ვისაც აქვს, მაგაცაც იკითხება სიახლეები კარგად. კიტის საიდუმლოებები მითხარი. კიტი ფიზიკის მასწავლებელზე იყო შეყვარებული. ვაუ, სკოლაში ყველა გაოგნებული დარჩება. ეს მსოფლიოში საუკეთესო გაზეთი იქნება. გამიმართლა, მას ყველა წაიკითხავს. და მეგობრების გარეშე დარჩები. ყურადღება არ გამიფანტო. სიახლე სკოლის ვებსაიტზე უნდა ავტვირთო. სხვათა შორის ამალკას ფრთხილების გაკეთება შეუძლია. მოდი, მას დავუძახოთ. მე აქ რაღაცნაირი ფოტო მაქვს. რა არის ეს? ვინმე ჰეიტერი ყავს? ყურადღებას ნუ მიაქცევ. კიდევ ერთი ფოტო, კიდევ ერთი და კიდევ ერთი. ყველამ გაიგო ჩემს გამონაყარზე. არა. ყველას უთხარი შენ ეს? როგორ შემეძლო? არავის ვეტყოდი. მაშინ თერმა სკოლამ საიდან იცის? ახლავე გავარკვევთ. ეს ამელია, მან ყველაფერი თქვა. ჯინის შუბზე, აი ამ ხელა გამონაყარი აქვს. ისეთი უშნოა, უბრალოდ საშინელებაა. ამელკა, როგორ შეგეძლო? მეგონა, მეგობრები ვიყავით. ვაუ, მან ჩემი საიდუმლოც გაამხილა. რა მეუნებელია. ექსკლუზიური რეპორტაჟი. მე მაქვს მტკიცებულება რომ მართამ ოლგა პეტროვნას სათვალეები მოპარა. აი, შეხედეთ. შეხედე, მან კიტის შესახებაც კითხვა. კიტი ფიზიკის მასწავლებელზე იყო შეყვარებული.
ანუ მე და შენ ამელკას კარგად არ ვიცნობდით. აღმოჩნდა რომ ის ბოროტი და ორპირია. მოდი მასთან წავიდეთ და გავარკვიოთ. შესანიშნავია, როგორ დააგროვა ამდენი ნახვა. ამელკა, ჩემს ამბებს არა მხოლოდ სკოლა, არამედ მთელი რაიონი განიხილავს. და რა აქ, მაყოფილი რა ხარ? თქმა უნდა, ყვაყოფილი ვარ. გოგოები არ გეცოდება? ხვალ ყველაფერს დაივიწყებენ. ყველაფერი იცით უკვე? ლეო ნამდვილი იდიოტია. ამელკა, სინამდვილეში ეს ლეოს ბრალი არ არის, იმიტომ რომ ყველაფერი შენ თქვი. მაგრამ გოგოებო, გვეგონა რომ ჩვენი მეგობარი იყავი და შენ ლეოს ყველა ჩვენი საიდუმლო უთხარი, რომ სულელური წვეულების შესახებ გაგეგო. თავს უკეთ გზნობ? გსცხვენოდეს ამელკა. ნუ გაბრაზდები. არ გავბრაზდე? შენს გამო მეგობრები მეჩხუბდნენ. შეგახსენებ რომ ეს შენივე ბრალია. ეს ჩემი ბრალია, მაგრამ ეს არ არის მიზეზი რომ ასეთი იყო ლეო. შოკირებული ვარ. ამელკამ ბოდიშის კი არ მოიხადა. აიგი ეცადა რომ ყველაფერი ლეოსთვის გადაებრალებინა. ახლა მის გამო სკოლაში ვეღარ წავალ. ძალიან მრცხვენია. და ჩემი მშობლები საერთოდ სკოლაში დაიბარეს. იმედია ისინი არ დაგსჯიან. მაგრამ უკვე საკმარისი პრობლემები მაქვს და ეს ყველაფერი ამელკას გამოა. კარგი. მე გთავაზობ, მას ჭკუა ვასწავლოთ. სწორია. მოდი ამელკას საიდუმლო სკოლის ვებსაიტზე განვათავსოთ. კარგი. რამე საიდუმლო იცი? უკეთესი. მე ვიცი სად არის მისი დღიური. ლეო მითხრა. სულესა, გოგოებს ბოდიშს მოვუხდი. ამელკა, თუ მათ წამლის შესახებ ეტყვი, კითხვებით დაგტანჯავენ. ვიტყოდი რომ ეს მეგობრების დაკაგვას ჯობია. გონია გაპატიებენ? კი, მათთვის კბილეულსაც ვიყიდი. რამე მეც მიყიდე. შენ არაფერი არ გჭირდება. სულესა, უნდა გავიქცე. კომპიუტერზე ვაპირებ თამაშს. აქ არ არის. ალბათ სადღაც გადაიტანა. ვიცი, საძინებელშია. გამომყევი. დაი, ამელკას დღიური. ირჩევ, სულათი გადავუღოთ და საიტზე დავდოთ. სწორედ ამას გავაკეთებ. მისაღებში უკეთესი სინათლეა. მინდა ამელკას სახე შევხედო, როცა ამას დაინახავს. დიახ, ალბათ იგი ამით კარგ გაკვეთილს ისწავლის. მისე მუქლებას იფიქროს, რომ შეუძლია ჩვენი საიდუმლოების გახმა. ძალიან წყურია. ო ეს ჩაია? მეც დავლევ. ახლა გამოვაქვეყნე. მართა, ისეთი საზღარი ხმა გაქვს. ნამდვილი კოშმარია. ჯინი, ასეთი გამონაყარის შემთხვევაში პირს საერთოდ არ გავაღებდი. რა მითხარი? გოგოებო, ამელკა ხომ არ გინახავთ? ო, შეხედე, სუნიანი აქ არის. შეგიძლიათ ჩემზე რაც გინდა თქვა, არ მაინტერესებს, მაგრამ მითხარით, სად არის ამელკა? მე ის არ მინახავს. სასწრაფოდ ამელკა უნდა ვიპოვო. ლა 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 ამელკა, ჩვენი არხი გატეხეს. დამშვიდი ლეო, არავის არ გაუტეხია. შეხედე, ვიღაც უსახკარო ბიჭი ფოტოებსა და ვიდეოებს აქვეყნებს ჩვენს არხზე. ო, მე მას ვიცნობ. ეს პენკეიკია. ის ჩვენს სანაგვეში ცხოვრობს. კარგი. რატომ აქვეყნებს ვიდეოებს ჩვენს არხზე? რატომ და? მან არხის პაროლი მთხოვა. და შენ უთხარი მას? კი, მოტყუება არ შემიძლია. ამელკა, რაზე ფიქრობდი? ეს ყველაფერი სიმართლის სწამლის დამსახურებაა. კარგი, წავალ და დავიბრუნებ შენს არხს. წარმატებები. მიიღე. როგორ მაბრაზებ? ამელკაზე ვარ სადაც კი. ამელკა მართალი იყო. გემოვნება საერთოდ არ გაქვს და ტანსაცმელიც საზღარი გაქვს. მაინტერესებს, რატომ ვამბობ ამ ყველაფერს? უბრალოდ სიმართლის დამალვა მომბეზრდა. გოგოებო, ბოდიშის მოხდის მიზნით მოვედი, საჩუქრებით. ბავშვებო, რა იყო, რა ხდება აქ? ვაუ, აჰა, ჩვენი ვაშკლოვის მოვიდა. უბრალოდ მე და მართამ გადავწყვიტეთ ერთმანეთისთვის ყველაფერი გვეთქვა. დიახ, და ახლა ყველაფერს შენ გეტყვით. მოიცა. თქვენ ამ ჩიკიდან ხომ არ დალიეთ? კი, გოგოებო, უნდა ვაღიარო რომ მე დავლია სიმართლის წამალი და ალბათ თქვენს დალიეთ. მეგონა რომ არ არსებობდა. ანუ ტყუილისმა არ შემიძლია? კი, მეც ასე ვარ და მართაც ასეა. ანუ ჩვენი საიდუმლოებები შეგნებულად არ გაამხივე? რა თქმა უნდა არა. ლეო მაიძულა ამის გაკეთება. როგორ მაბრაზებს ეს ლეო? ის ამაზე პასუხს აგებს. სხვათა შორის ამელია, შენი საიდუმლოებებიც გავამხილეთ. რა? შენი დღიური სურათი, შენს დღიურ სურათი გადაუღეთ და სკოლის ვებსაიტზე განვათავსეთ. დიახ, და მალე ყველა გაიგებს ვინ მოგწონს. არა, გთხოვთ, წაშალეთ. ბოდიში ამელია, ჩვენ არ შეგვიძლია მისი წაშლა. ვაიმე, როგორ უნდა მივიდე ახლა სკოლაში? ისევე როგორც ჩვენ.
მოდი ყველამ ერთად შევწყვეთ. კარგი, გოგუებო, გონი ჯობია ახლა ცალსაკე ოთახებში დავჯდეთ. კი, თორემ ერთმანეთი შეგძულდება. ეს ნამდვილად ასია. ბავშვებო, თუ მოგეწონათ ჩვენი ვიდეო, გთხოვთ მოიწონოთ და გამოიწეროთ არხი. ასევე არ დაგავიწყდეთ სარიზღილაკი, რათა არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები. ნახვამდის ყველას.